Audio Jungle. Audio Jungle. Რიცხვებთან რომ მიიღონ რჩევა დარიგებები ნების დათვალს ტილიკით რომ უარება მივიღო თუ შეიძლება. რჩევის სტუდენტ და არის სპეციალური ფორმა შემუშავებული, სადაც მაგალითად რო წერია იქ პირველ საფეხურზე რო წაიკითხეთ ორგანიზაციის წესდება. დღეს რიცხვებმა 15 ახალი ორგანიზაციის წევრი მიიღო და შეიძლება ვთქვა, რომ რიცხვები გამდიდრდა 15 არაჩვეულებრივი ადამიანით. ჩვენ ყოველთვის პროგრამებს, როდესაც ვხურავთ და ვასრულებთ, შემდეგ შეთავაზებას ვუკეთებთ ამ პროგრამაში მონაწილე პირებს, მათ სურთ თუ არა ორგანიზაციაში გააგრძელონ უკვე მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, რიცხვ სტატუსის წევრით. ამიტომ ისინი დღეს არიან უკვე ჩვენი წევრები, ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტარები, ყოფილი პარლამენტარები და რიცხვ მოხალისე კლუბის წევრები უკვე დღეიდან განაგრძობენ რიცხვებში მუშაობას როგორც სრულუფლებიანი წევრები. ამიტომ ჩვენ წინ ძალიან კარგი საინტერესო სამუშაო პერიოდი გველის და ძალიან კარგი პროგრამები და შეთავაზებები და ღონისძიებები ელის ზოგადად ქუთაისისა და საქართველოს საზოგადოებას. რიცხვ მოხალისეთა კლუბის სამთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ გადავწყვეტე ამ ორგანიზაციაში დავჩენილიყავი ისე როგორც წევრი და არა როგორც მოხალისე, იმიტომ რომ ამ სამი თვის განმავლობაში შევიძინე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ ორგანიზაციიდან. ჩემ თავში ვიპოვე ისეთ რაღაცები, რასაც მეგონა რომ არ შემეძლო, მაგრამ აღმოაჩენა თუმე შემიძლია რომ ესე გავაკეთო და მაქსიმალურად შევეცდები რომ ამ ორგანიზაციაში ვიყო აქტიური და ჩემი მაქსიმალური გავაკეთო, მაქსიმალური დავდო ამ ორგანიზაციაში, ვაჩვენო ჩემი მაქსიმუმი და ასევე წავიღო ყველაზე დიდი მაქსიმუმი ამ ორგანიზაციიდან. ვიყავი ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის პროგრამის 2014 წლის მოწვევის ერთ-ერთი დეპუტატი. აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობის დროს მქონდა შეხება ორგანიზაციის სხვადასხვა წევრებთან, რომლებთან ერთადაც განვახორციელეს სხვადასხვა საინტერესო პროექტები. როდესაც დასრულდა ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტი, გადავწყვიტე რომ გავხდარიყავი ამავე ორგანიზაციის წევრი. ეს იყო ჩემი ძალიან დიდი დაინტერესება, რადგან დავინახე ის, ასე ვთქვათ, რესურსები, რომლებიც დამეხმარებოდა სხვადასხვა უნარჩვევების, ასე ვთქვათ, გაღვივებაში და შესწავლაში.